დიდუბის რაიონში მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის ქსელი, მოეწყო საფუძველი და დაიგო ასფალტის ქვედაფენა. ქუჩის ერთ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარის ზედაფენაც. ქუჩის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის თებერვალში დასრულდება. პარალელურად გული ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთებაც ხდება. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. ჭიაურელის ქუჩაზე არასდროს არ ყოფილა გზა, იყო წყლის პრობლემები, ამიტომ მას შემდეგ რაც ჩვენი დავალების შესაბამისად კომპანია GVP-მ გამოცვალა წყლის სისტემა, დადგა მრიცხველები, ჩვენ უკვე გავაკეთეთ გზა კაპიტალურად. ჯამში 275,000 ლარი დაიხარჯა ამ სამუშაოებზე. დღეს ძალიან კარგი ამინდია და დღის განმავლობაში დასრულდება გზის ზედა საფარის დაგება და ქუჩა ჩაბარდება მოსახლეობის. ნიკა მელია თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მისი განცხადებით 29 იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის თანამშრომლებმა